ჩვენ პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ. გამოვიძახეთ პროფესიონალი, რომელიც უკვე სერვისებზეა დარეგისტრირებული. და არ ვუთხარით, ვინ ელოდებოდა კარის მეორე მხარეს. გარე ბლოკი სად უნდა დამონტაჟდეს, რომ გითხრათ, რომ ნაკლები პრობლემა შეიქმნას? გარე ბლოკის მონტაჟის დროს მნიშვნელოვანია სივრცე, რომელთაც გარე ბლოკის ვენტილაცია მოხდება თავისუფლად. ანუ ჰაერის გატანა უნდა მოხდეს მინიმუმ 3-დან 5 მეტრის საშუალებით. რამდენად ხშირად უნდა გაიწმინდოს კონდიციონერი? სასურველია სეზონის დაწყებისთანავე, იმიტომ რომ გაწმენდილი კონდიციონერის ფილტრები მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ სუფთა ჰაერს ჩავისუფთავთ მის საშუალებით. სახლში თუ შემიძლია ფილტრის გაწმენდა, თუ აუცილებელია პროფესიონალის გამოძახება? არ არის აუცილებელი, ძალიან მარტივია, მუშაობის პროცესში აუცილებლად გაჩვენებთ, რომ მარტივად შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ეს გაირეცხება და მარტივად ხდება. თუ კონდიციონერი აღარ აგრილებს, გაწმენდა უშველის? პირველი ეტაპი არის, რა თქმა უნდა, გაწმენდა ფილტრების და შემდგომი ეტაპი არის სამატებით ხელოსნის გამოძახება. ამ შემთხვევაში პროფესიონალი ხელოსანი მნიშვნელოვანია, რაშიც სერვისებიჯი დაგვეხმარება. რატომ აირჩიეთ სერვისებიჯი? რა მოგწონთ ყველაზე მეტად პლატფორმაში და რატომ ურჩევდით მას სხვა პროფესიონალებს? სერვისებიჯიზე რეგისტრაცია გავიარეთ ჩემი მეგობრის საშუალებით, რომელთან ერთად წლებიდან მუშაობდი. აქედან გამომდინარე, მას გამოცდილება ჰქონდა თქვენთან მუშაობის, განსხვავებით ძალიან გვიმარტივებს მუშაობის პროცესს. მოდის ძალიან კარგი კლიენტურა, ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად სჭირდება მომსახურება და ამისთვის აუცილებელია, რომ სერვისებიჯი გამოვიყენოთ. მოგაზრდით ჩემს სავიზიტო ბარათს, სადაც QR კოდია, შეგიძლიათ დაასკენოთ და შემოფასოთ. ზემოდან მინიმალური 10-12 სანტიმეტრი. ერთი შესრულებული სამუშაო შეიძლება გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისი გახდეს. სერვისებიჯი ყველა მომსახურება ერთ სივრცეში.